რუსული აგრესია კვლავ აიძულებს უკრაინელებს. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი დატოვან, სახლიდან შორს წავიდნენ და იპოვონ ადგილი, სადაც თავის შეფარებას შეძლებენ. ასეთი თავშესაფრები გადატვირთულია და არც გზა ჩანს საცხოვრისთან დაკავშირებული კრიზისის მოსაგვარებლად. ამ პირობებში ჰანსენის სოფელი იქცა არაერთი დევნილის სახლად. კიევის გარეუბანში აშენებული ეს დასახლება იძულებით გადაადგილებულ 2000 უკრაინელს თავაზობს სტაბილურ და უსაფრთხო საცხოვრებელს. აქვე მათთვის ხელმისაწვდომია კლინიკა, სკოლა და სხვადასხვა რეკრეაციული თუ გასართობი სივრცეც. უსაფრთხო თავშესაფარი სწორედ ჰანსენის სოფელში იპოვა 16 წლის მიკიტა ბოგომოლმაც. ახლა იგი ამ დასახლების ბავშვთა თავშესაფარში 7 სხვა მოზარდთან და 2 ძაღლთან ერთად ცხოვრობს. როდესაც უკრაინულმა არმიამ ხერსონი გაათავისუფლა, რუსმა სამხედროებმა ადგილობრივების დახოცვა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს. შემდეგ, როცა რუსმა სამხედროებმა კახოვკის ჰესი აფეთქეს, ძალიან საშიში იყო. ბევრი ადამიანი დაიღუპა, ძალიან ბევრი. ზოგი ცხედარი ხეზე იპოვეს, ზოგი უბრალოდ ღობეზე. და მერე ყველა ამ ადამიანს ძაღლებთან ერთად დიდ ორმოში აგდებდნენ და ერთად მარხავდნენ. ოკუპაციის დრო ძალიან საშიში იყო. ძალიან მიხარია, რომ წამოვედი იქედან. ჰანსენის სოფელი სახლად იქცა ოჯახებისთვის და მათთვისაც, ვინც ომს მარტო გამოექცა. ახლა დავმშვიდდით, ბავშვებიც დამშვიდდნენ, რადგან თავზე ჭერე გვაქვს. ჩვენი სახლი არა მხოლოდ დანგრეული, არამედ დატბორილიც. და რაც არ დაიტბორა, ახლა იწვის. იქ ნანგრევებია. იმის წყალობით, რომ აქ მოვხდით, ცხოვრებას ვაგრძელებთ. არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებთ მომავალში. რა იქნება შემდეგ? სახლი არ გვაქვს. არ გვაქვს ადგილი, სადაც დავბრუნდებით. აქ ვიქნებით, მანამ სანამ შევძლებთ. ეს დასახლება ამერიკელი ქველმოქმედის დელროი ჰანსენის ინიციატივით აშენდა. უკრაინაში ომის დაწყებიდან მან $140 მილიონ მეტი დახარჯა სახლების აშენებასა და აღდგენაში. ახლა 72 წლის დელროი ჰანსენი უკრაინაში 10-ზე მეტ პროექტს ხელმძღვანელობს. იგი ჰანსენის სოფლის გაფართოებასაც ცდილობს და უკრაინულ ოჯახებს ფინანსურადაც ეხმარება. 72 წლის ვარ და არასოდეს განმიცდია ისეთი გულწრფელი სიხარული, რომელსაც მაშინ განვიცდი, როცა მუშაობ ჩემს უკრაინელ ძმებთან და დებთან, რომლებმაც დიდი ტანჯვა გაიარეს. გონი თითქმის ყველა მათგანს შევხვდი 1600-ზე მეტ ოჯახს, რომლებსაც სახლების აღდგენაში დავეხმარე. ჰანსენი მხოლოდ საცხოვრებელი არ არის. აქ არის კლინიკა, საბავშვო ბაღი, დაწყებითი სკოლა, დაახლოებით 70 მაცხოვრებელი სოფელში მუშაობს. ისინი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობენ და ამავე საზოგადოებისგან ყველა საჭირო დახმარებას იღებენ. ჩვენ მათ საცხოვრებლის პოვნაში ვეხმარებით ოჯახებს, რომ თავი კვლავ უსაფრთხოდ და სტაბილურად იგრძნონ და ჰქონდეთ უკეთესი მომავლის რწმენა საკუთარი შვილებისათვის. გაეროს მონაცემებით ომმა თითქმის ყოველი მესამე უკრაინელი აიძულა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. 4,500,000 ადამიანი უკვე დარეგისტრირებულია როგორც ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირი. სამწლიანი ომის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციის საჭიროებები $524 მილიარდად არის შეფასებული. უკრაინის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების 13%-ზე მეტი ახლა განადგურებული ან დაზიანებულია.